ურთულესი გზა გავიარეთ, ანუ ყოფილა მომენტები, რომ მიფიქრია, რომ მორჩა ამას ვეღარ გავაგრძელებ. იყო გავრცელებული უამრავი სტიგმა დაუნის სინდრომის შესახებ და მივხვდი, რომ ამაზე ლაპარაკს თუ დავიწყებ, საზოგადოებაც უფრო გაიგებს. ამდენმა შრომამ რა ნაყოფი გამოიღო? გაჩნდა ბაბალი. სოციალური საწარმო. აი თან პატარა საწარმომ ძალიან დიდი ამბავი მოიტანა ქვეყანაში. თან მართლა ძალიან უპატარავესი. ხო, მახსოვს. უპატარავესი. აწაწკუნა იყო. საზოგადოება ნამდვილად გაიზარდა და ვიტყვი რომ კომპანიებიც გაიზარდნენ და მზად არიან რომ დაასაქმონ და დაგვეხმარონ ამაში ჩვენს, მაგრამ არის რაღაცები, რაშიც სახელმწიფო პროგრამა უნდა მონაწილეობდეს და სახელმწიფო თორემის გარეშე ეს სისტემა ვერ იმუშავებს. სამწუხაროდ ჩვენი გარემო ჯერ ისევ რაღაცნაირად მასკულინურია, პატრიარქალურია და შესაბამისად ის რაზეც ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ, იმიტომ ვერ გვარდება რომ ნაკლები ქალი არის გადაწყვეტილების მიმღები და თანამედროვე ქართველი ქალი ძალიან კარგად მოაგვარებს ამას. ქალები ლელის ფოკუსში და დღეს ჩემი სტუმარია ლია ტაბატაძე. გამარჯობა ლია. გამარჯობა ლელი. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ხელმძღვანელი. კი ბატონო. და დედა. და ეს ყველაფერი ერთად არის ლიას ცხოვრებაში, არაფერი არ არის აქ რაღაცა ცალკე, ან განყენებული, რაღაცნაირად ისე მოხდა შენ ცხოვრებაში, რომ თეოდორას დაბადებიდან გამომდინარე, უამრავი რაღაც შეიცვალა შენ ცხოვრებაში და მომიყევი, რა ხდებოდა? გაჩნდა თეოდორა და რა ხდება? ხო, თეოდორა რო გაჩნდა, კაი არაფერი არ ხდებოდა. იმიტომ რომ ძალიან ძიმე პერიოდი იყო, საზოგადოებაში იყო გავრცელებული უამრავი სტიგმა დაუნის სინდრომის შესახებ და ფაქტობრივად არაფერი არ ვიცოდი და ამ ადამიანების შესახებ. ამის მტკიცება შემიძლია იქიდან გამომდინარე, რომ მე როცა დავგუგლე სიტყვა დაუნის სინდრომი ქართულად, მხოლოდ ერთი სტატია ამომივარდა მრჩეველის, სადაც დაუნის სინდრომის შესახებ რაღაც იყო და ესე ილიაუნის ქონდა გაკეთებული ასევე კავშირი ჩვენი ბავშვები და ნინო ცინცაძე იყო რაღაცებს მაშინ აკეთებდა ანუ ადრეული განვითარების პროგრამას და ესე შემთხვევით რაღაცნაირად გავედი ნინოსთან ასევე მშობელთან და ანუ არანაირი ინფორმაცია ასე ვთქვათ არ იძებნებოდა და ამან მომცა იმის მინიშნება რომ რეალურად საქართველოში ძალიან მძიმე სურათია იმიტომ რომ ამის პარალელურად ინგლისურ ენაზე ამოუწურავი ინფორმაცია, რომელიც, რა ვიცი, ვერაძალით ვერ ამოწურავ, ხო, დღემდე. და გარდა მაგისა, ვიცით ყველამ, რომ ძალიან კარგად ვიყენებდით ბავშვობაში, ახალგაზრდობაში სიტყვა დაუნს დამაკნინებელ კონტექსტში და ეს იმ პერიოდში ძალიან გავრცელებული იყო. ასევე გავრცელებული იყო ჩვეულებრივად ბავშვდატოვების რჩევა სამშობიაროში, ანუ ჩვეულებრივი სტანდარტი იყო, ასე ვთქვათ, რომ გეუბნებიან რომ ეჭვია დაუნის სინდრომზე და რას გადაწყვეტს, რა გადაწყვიტეთ, ან პირდაპირ გადაწყვეტილებას გეუბნებიან რომ ჯობია, იმიტომ რომ იქ უკეთესად მოუვლიან და ესეთ გარემოში დაიბადა თეოდორა ცივში, საზოგადოებისგან არამიმღებლურში და ესე დავიწყეთ და თან მithumetes მე მაშინ უფროსი შვილი წავდა, უფროსი რა წლინახევრით უფროსი იყო მასზე. გაშორებული მათ მამასთან და ეს რაღაცა გაღიმებული არ ვიცოდი რასთან უნდა მე შევჭიდებოდი რა იყო ხო გამოწვევები და არაფერი რო არ იცი ანუ მეც ვაღიარებ რომ საერთოდ არაფერი არ ვიცოდი დაუნის სინდრომის შესახებ ეს იყო ჩემთვის რაღაცნაირი მოწმენდილცაზე მეხის გავარდნა იმიტომ რომ ორსულობის პერიოდში არანაირი ეჭვი არ იყო და ნაყოფი იყო გადასარევი თვითონაც 4 კილოიანი ფუმფულა გოგო დაიბადა სხვა მხრივ ყველანაირად ჯამრთელი და ნუ რო არ გჯერა ბოლომდე და ნუ როგორც დიაგნოზი რო დავიკავე ხელში ერთი თვის თავზე დავიჯერე ვაღიარე მივიღე რაც არ იყო მარტივი პროცესი მაგრამ გავიარე ეს ჩემ თავში გადავხარშე და გამიჭირდა ამაზე ლაპარაკის დაწყება ხო და როცა დავიწყე საუბარი საკუთარ ბიძაშვილთან რომ ძლივს ამოვთქვი რომ თეოდორას დაუნის სინდრომი აქვს აი რაღაცა ლოდი რომ მოგეხსნება და მივხვდი რომ ამაზე ლაპარაკს თუ დავიწყებ საზოგადოებაც უფრო გაიგებს მეზობელსაც ვეტყვი იმასაც ვეტყვი კითხვა გაგიჩნდება და თან აი როგორ არიცი რომ აი
მეგობრებიც, ნათესავები რომ ვერც გილოცავენ თან, ცალყბად რო გილოცავენ და ანუ რაღაცნაირად დაბრკოლებული საუბრები რო აქვს და ანუ გაინტერესებს დაუნის სინდრომი აქვს თუ არა, მე ვახვედრებდი ხო და ვაიმე კი და აი არ ვერ გეკითხები და მეთქი კი აქვს და არაფერი პრობლემა არ არის რაღაცა და ნუ ყველას რო ავუხსენი რა არის დაუნის სინდრომი და რო აქვს და დასრულდა ბავშვის გარშემო ეს ჩურჩული მითქმა მოთქმა რაღაც შავი ღრუბელი გადავიდა. ხო. მივხვდი რომ ეს არის მთავარი, რომ საზოგადოებას უნდა გქონდეს მეტი ინფორმაცია, მეტი მხარდამჭერა მშობლებს, ემოციური. და შენ შეხვდი მშობლებს და ხედავდი რომ ამდენად მნიშვნელოვანი იყო რუჩი. ანუ მეც ესე დავიწყე ძებნა, Facebook გვერდი გავაკეთე, დავარქვი პირდაპირ დაუნის სინდრომი, ჩემ შვილზე წერდი რაღაცებს და რასაც ვიძიებდი ინფორმაციას, ვთარგმნიდი ქართულად, დებდი რომ ვიღაცას ჩემნაირს რო დაჭირდეს, ესე არ ეძებოს, რო არ იძებნება ხო, რომ აი ადამიანი აქ შენს მეზობლად ცხოვრობს, ვითარდება და უბედურები არ არიან მისი ოჯახის წევრები. რომ ყველაფერი კარგადაა, ყველა ბედნიერია. და ბაბალეს იდეა როდის წამოვიდა? ბაბალეს იდეა ძალიან მალე წამოვიდა, ანუ რეალურად ძალიან სწრაფად წავიდა ეს ამბავი, მე ჩემი გაზრდა ამ კუთხით საზოგადოების და თვეების იყო ჩემი შვილი, აი ბაბალესთან მივდივარ, თან რაღაც კამპანიებს და წინდებსაც თავის ლოგიკური დასაწყისი აქვს და ეს ერთად ხდება ყველაფერი, ანუ გავიგე რომ 21 მარტს აღნიშნავდნენ არაფორმალურად განვითარებული ქვეყნები და ჩემი შვილი იყო მაშინ წლის და ვიფიქრე რომ რაღაც გავიხედე საქართველოს რა თქმა უნდა ამაზე არავინ არ ლაპარაკობს და რაღაც ის დავწერე რომ მეთქი კამპანია და წამოიწყე ანუ მეთქი ეს არის ბოლო წელი რომ საქართველოს ჩუმად ვართ მე გაეროს ოფიციალურ დღედ დადგინდა ეს დღე და საქართველოს ელჩი ვინც იყო გაეროში მივაწვდინე ხმა რომ ერთი ხმა საქართველოსაც მიეცა და 2012 წლიდან დავიწყეთ უკვე საქართველოში აღნიშნა ამ დღის. ძალიან რთული იყო, აი ნინო ვახსენეთ ცინცაძე და კავშირი ჩვენი ბავშვები და მასთან ერთად და ილიას უნივერსიტეტი დაგვეხმარა ძალიან იმ წელს და სხვა შორის ძალიან გული მწყდება რაც ხდება ხა უნივერსიტეტის თავს და მართლა ილიას უნივერსიტეტი რო არ ყოფილიყო, ამდენი რამე საერთოდ ვერ დაიწყებოდა, იმიტომ რომ უამრავი რამე მათ წიაღში დავგეგმე და ყოველთვის ქონდა ხელმისაწვდომი კომპიუტერები, პრინტერები, სამუშაო ყოველთვის ხდებოდნენ გახსნილი კარით, რომ რაც გინდა გააკეთე და შენს გვერდით ვარ და ესე დავგეგმეთ ილიას უნივერსიტეტთან ერთად ეს პირველი კამპანია და ღია საზოგადოების ფონდიც დაგვეხმარა მაშინ და ესე ერთობლივად დავიწყეთ და ანუ რისი თქმა მინდა ეს იყო 2012 და 2013 წელს იყო ესეთი გზავნილი ამ კამპანიებს ყოველთვის თავისი გზავნილები აქვს მინდა მუშაობა. აჰა. და მაშინ ჩემი შვილი იყო 3 წლის. და უნდა შემეყვანე საბავშვო ბაღში, სადაც ინკლუზიური განათლება ჯერ არ იყო. და პილოტი იყო სულ 20 ბაღში. და მაგაზე ვიყავი გადართული რომ ბაღში როგორ იქნება რა იქნება საერთოდ ვაფერი არის და უცებ მუშაობაზე ვიწყებ ლაპარაკს და ბევრი ვიფიქრეთ სხვა შორის მე და ნინო ლაპარაკა თუ არა მუშაობის თემაზე მაშინ როცა ბავშვებს სამშობლოში ტოვებენ და გადავწყვიტეთ რომ კი 100 წელი როდის გავა ამ ქვეყანაში მოდი არ დაველოდოთ და ჩვენთან დავიწყოთ ამის მოგვარება და ჩვენი გიგოში უკაშვილი კი იცნობთ ვიდეო რგოლში გადავიდეთ სადაც სამუშაოს მაძიებელია მინდა მუშაობა აცხადებს და ამ ვიდეო რგოლმა ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა 5 ტელეარხზე გადიოდა. ძალიან აქტიურია გიგი. კი, და ანუ რატო ვახსენებ ამ ფაქტს? ანუ მეც მაშინ ამ კამპანიის დროს დავიწყე ფიქრი, რომ ეხლა საბავშვო ბაღში შემყავს და მინდა რომ იყოს დამოუკიდებელი და განვითარდეს დროულად, ხვალდაზე გრაელოდება სადმე იმუშაოს. დავიწყე ფიქრი, რა ხდება ჩვენს გარემოში, ვინმე შეუძლია თუ არა მუშაობა და თუ შეუძლია სად? და აღმოჩნდა რომ არცადაც არ შეუძლია არანაირი პრეცედენტი არ გვაქვს, არანაირი ხელშემწყობი გარემო და ამ ფიქრის დროს ესე
შევხვდი CSRDG, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, რომელიც ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით აკეთებდა სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას, სამწუხაროდ ამ ორგანიზაციასაც შეეზღუდა საქმიანობა დღევანდელ სიტუაციაში და ესე გაჩნდა ბაბალე. სოციალური საწარმო 10000 ლარით დავიწყეთ ეს საქმიანობა, ის რო ამბობენ ხოლმე ბიზნესები რო 2 კაპიკით დავიწყე ბიზნესი დაახლოებით ესეთი. ხო, მარტო ბიზნესი ახსნა არ არის ხო? მან უამრავი რაღაცა სწავლა, მაგალითად მასალის, რომელიც უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ფიზიკურად რა შეუძლიათ ამ ადამიანებმა რომ დაუშვათ დაიწყონ, რა პროდუქტი შეიძლება, ანუ რაღაც ბაზარით შეისწავლე, იმიტომ რომ ყოველთვის განსხვავებული ნივთები გაქვთ ბაბალეში. რამდენს დავდივართ ვიღებთ და ძალიან ბევრი მეწარმე არის რომელიც აკეთებენ ხელით, მაგრამ ბაბალეში განსაკუთრებულად არის თბილად თუ არ ვიცით დასამახსოვრებლად მოხატული ხოლმე. წელსაც ეს ახალი წელი ნამდვილი ზეიმი იყო თქვენთან მაღაზიაში და ყოველ ჯერზე სულ რაღაცა ახალს ნახავ. მადლობა დიდი. იმიტომ რომ ბაბალეში რაც იქნება, იმას თავისი ამბავი აქვს. ის უბრალოდ იმისთვის კი არ იქნება, რომ ბიზნესი ვაკეთოთ და ამით რაღაც კაპიტალი შევქნათ, არამედ იმისთვის კეთდება, რომ ადამიანების ცხოვრება შეცვალოს და ამიტოა თითოეული ნივთი განსაკუთრებული და ამ შინაარს ატარებს სინამდვილეში ეს მოსწონთ და ეს საურა მიყვება ყველა ჩვენი შეიძლება ისეთი მოხატული ან შექმნილი არ იყოს რომ რაღაც ხელოვნების ნიმუში ხო, მაგრამ თავისი მუხტირო აქვს და ენერგეტიკა ის ყოველთვის პოზიტიურ გავლენას ახდენს. სხვათა შორის ძალიან ხშირად მოქმედებს, როდესაც რაღაცა პროცესიდან დასასრულს, აი ციკლის დასასრულს ნახულობ, აი მაგალითად როდესაც თიხაზე მუშაობ, თან პროცესებს რო გადის და რეალურად რო ხედავს ეს ადამიანი რომ მან რაღაც პროდუქტის საბოლოო სახე მიიღო და შემდგომ ვიღაცა მიყიდა, შეიძინა. ანუ რაღაცა თვითონაც ჩართულები არიან მთელ ციკლის პროცესში, ანუ ხედავენ ამას და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ რაღაცები კეთდება და რაღაცა არ ვიცით მე საწავიდან რა მოხდა და აქ უფრო რაღაცა მაღაზიაც არის რაღაცა კი, მაღაზია შოურუმიც არის ადგილზე და თან რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი საკუთარი პროგრამა გვაქვს უკვე. სასწავლო, ანუ პროფორიენტაციის და დასაქმების პროგრამა ქვია, რომელიც 10 წლიანი ჩვენს გამოცდილებას დაეფუძნა. ურთულესი გზა გავიარეთ, ანუ ყოფილა მომენტები, რომ მიფიქრია, რომ მორჩა ამას ვეღარ გავაგრძელებ. იმიტომ რომ ორ დიდ ამოცანას შევეჭიდე, ერთი რომ პროდუქტი შექმნა ისეთი, რომ მომხმარებელს მოეწონოს და რეალიზაცია გაუკეთო, მე ეს პროდუქტი უნდა მოგცეს იმდენი შემოსავალი, რომ შენი სოციალური მისია განახორციელო და ამის მისია არის, რომ ადამიანები მოამზადოს დასაქმებისთვის და დაასაქმოს. და ესეც ურთულესი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ შვილებს განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ ქონდათ, სკოლაში არ დადიოდნენ, საბავშვოში არ დადიოდნენ. ამ პერიოდში გაჩნდა ინკლუზიური განათლება, რომელიც ამწუხაროდ ეხა ისევ საფრთხეშია და არ მინდა ხა ნეგატიურ კონტექსტში საუბარი. და ანუ დაგვჭირდა ჩვენი საკუთარი პროგრამის შექმნა, რომელიც 12 წლიდან ბავშვებით ვიწყებთ, 4 საფეხურიანია და სხვა შორის ისევ ევროკავშირი დაგვეხმარა ამ პროგრამის შემუშავებაში და დაპილოტებაში ჩვენთან და გაწერილი გვაქვს თლიანად ეს პროგრამა და ფაქტობრივად შედეგები სახეზე გვაქვს, მართლა მუშაობს. შარშან ორი ახალგაზრდა დავასაქმეთ არა ბაბალეში, არამედ ერთი სასტუმროს სივრცეში და მეორე საერთაშორისო ორგანიზაციაში არის ოფის მენეჯერის ასისტენტი, ორი განსხვავებული აბსოლუტურად და ძალიან გვიხარია, რომ ესეთი შედეგები გვაქვს და ზედასაფეხურის ბიჭებიც ასევე ძალიან აქტიურად არიან ჩართულები სტაჟირების მიმართულებით, არა მარტო ბაბალეში, არამედ სხვა სივრცეებში და ანუ ნელ-ნელა ვზრდით, როგორც ჩვენ ბავშვებს და ახალგაზრდებს, ისე კომპანიებს, რომ შეიქმნას ეს გარემო, სადაც შეძლებენ ერთად თანაარსებობას, მუშაობას, ხელფასის გამომუშავებას. და ეხლა თეოდორა არის 16 წლის. ეხლა ამასობაში უკვე 16 წლის. და ეხლა როგორი გარემო და როგორი გარემო აქვს ეხლა მას? როგორ სად? ჩვენთან საქართველოში გარემო იქიდან გამომდინარე, როცა დაიბადა, ხო, თქვით რომ არაფერი არ იყო. აი ეხლა ამდენმა შრომამ რა
რა ნაყოფი გამოიღო და რეალურად ხო ხვდები რომ მარტო თეოდორას თემა აღარ იყო ხო ჩაერთი და უკვე თელი კი რა თქმა უნდა ანუ ჩვენი სოფხედველობა განათლება მარტო მშობლების კი არა რომ ასევე ბევრი ინფორმაცია არ ქონდათ ხელმისაწვდომი შესაბამისად მოსახლეობასაც არ ქონდა ამის არაფერი და ჩვენ ფაქტორად ვისწავლეთ და ვსწავლობთ თქვენთან ერთად და აი ახლა როგორ ფიქრობ თავიდან რო არაფერი არ იყო ახლა რა ხდება თეოდორას ეხლა თეოდორას აქვს ძალიან კარგი გარემო სხვათა შორის და მიმღებლები არიან ყველანი სკოლიდან დაწყებული მთელი სკოლა მას იცნობს და მის გარშემო რაღაცები იგეგმება კლასიც ძალიან კარგი ყავს რომლებიც ერთად გაიზარდნენ სხვათა შორის საბავშვო ბაღშიც ძალიან გაუმართლა მიუხედავად იმისა რომ პირველი იყო სკოლაშიც გონი პირველი იყო და ესე და რაღაცნაირად ესე ერთად ვაშენებთ ამ ინკლუზიურ გარემოს და თვითონაც ძალიან პოზიტიური ბავშვია და რაღაცნაირად ესე მის გარშემოც კარგი საზოგადოება იკრიბება კი და სხვათა შორის აი ადრე როცა ვაკვირდებოდი ქუჩაში უფრო მიშტერება იცოდნენ პატარა რო იყო და ეხლა ნაკლებად ვატყობ ეგეთზე რა საზოგადოებაც მიეჩვია რომ ეს ადამიანები თანაცხოვრობენ ჩვენთან ერთად და ესეთ მიშტერებები აღარ ახასიათებთ ხო და სკოლაშიც უკვე ხო ყველა და ეს გაიზარდა საზოგადოება ნამდვილად გაიზარდა და ვიტყვი რომ კომპანიებიც გაიზარდნენ და მზად არიან რომ დაასაქმონ და დაგვეხმარონ ამაში ჩვენს ერთადერთი პრობლემა ის დაგვრჩა რომ სახელმწიფოში რაც გაკეთდა და სხვათა შორის ძალიან კარგი კანონ პროექტი შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ თავის დროზე კონვენციის რატიფიცირება მოხდა სტრატეგიული დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები ფანტასტიკური გავწერეთ მეც ვიყავი ყველა ამ პროცესში ჩართული მე მგონი მე ძალიან ბევრში გადამიღია კიდე თუ კი რამე საკონსულტაციო საბჭო არსებობდა შუშუმ პირებთან დაკავშირებით ყველაფერში ჩართული ვიყავი მართლა და ყველაზე ცუდი ის არის რომ ეს ყველაფერი შემოიდო თაროზე და მტვერიედება ეხა და რაღაცნაირად უკუსვლა მიდის და ამან დამაწყებინა ისევ ის ფიქრები რაც ქონდა 16 წლის წინ რომ რა იქნება ხვალ როცა მე არ ვიქნები ჩემი შვილის გვერდით ანუ არასტაბილური და ცოტა საშიში გახდა ფიქრი იმაზე რა იქნება, იმიტომ რომ რაღაცეები ხელიდან გვისხლტება. ერთია რომ ჩვენ ვქნით ბაბალეს ხო ამ პატარა მიკრო გარემოს და თქვათ ეს საზოგადოების მიმღებლობა გაიზარდა ნამდვილად, მაგრამ არის რაღაცები, რაშიც სახელმწიფო პროგრამა უნდა მონაწილეობდეს და სახელმწიფო თორე იმის გარეშე ეს სისტემა ვერ იმუშავებს, ხო? როგორიც არის თქვათ იქ პერსონალური ასისტენტის ყოლა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამსახურებთან დაკავშირებით იგივე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, რომ ადამიანმა ღირსეული ცხოვრება გააგრძელოს ამ ქვეყანაში. ერთი პატარა ბაბალე ლოკალურად ხო ვერ შეცვლის დიდ სურათს. არა, მაგრამ რეალურად ძალიან რამე შეცვალა, იმიტომ რომ ბაბალემდე ძალიან დიდი ფსიქოლოგიური, ემოციური, დედობრივი, ძალიან დიდი გზა გაიარა და შესაბამისად ჩვენც რაღაცნაირად ვინც ამას ყოფას ამაკვირდებოდით, ავუყურებდით, ვეღარ დავეწიე რაღაც ეტაპზე, უკვე ისე განვითარდა, იმიტომ რომ აი თან პატარა საწარმომ ძალიან დიდი ამბავი მოიტანა ქვეყანაში. თან მართლა ძალიან უპატარავეს. უპატარავეს. აწაწკუნა იყო. ხო, სადაც დავიწყეთ, იყო რა ვიცი 20 კვადრატი ძალიან მახსოვს რაღაცნაირად ისე ვერ ვეწევდით, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი კამერებით ვიყავი. არც ახლა არის უზარმაზარი, მაგრამ რამდენიმე სახელოსნო აქვს და აი ბაბალეზეც ანუ ეს რამდენიმე სახელოსნო ყველგან იჯარას ვიხდით, ანუ ძალიან ბევრი ხარჯები გვაქვს და ეხლა სხვათა შორის კიდე რომ ევროკავშირი და UNDP-ის და დანიის მთავრობის მხარდაჭერით ისე პატარა მხარდაჭერები რაც ქონდა ისე პროგრამის შენარჩუნებაზე, მაგით რაღაცნაირად ვახერხებთ, რომ დღემდე ვარსებობთ. ოღონდ მართლა ისე ვართ, რომ ეხლა აი მარტის ბოლომდე აი აპრილშიც თუ ფეხზე ვიდგებით, აღარ წავიქცევ და ესე ვარ თვის დასაწყისში, არასდროს არ ვიცი თვის ბოლომდე როგორ გასტანს ჩვენი საქმიანობა, ხო?
მგონი ყველა ეგრე ვართ და ამიტომ ამაზე ყველა ვფიქრობთ და ეს არასტაბილური გარემო ძალიან მოქმედებს. როგორც შემოქმედებითად დაგეგმარებას გინდა და 1000 რამე. ლია, იცი რა მინდა მოდი ნენელა ბოლოსკენაც რომ წავიდეთ და ფოტოსურათები რა გადავიღოთ ზევიჩეთა სტუდიაში. ესეთი კითხვა გვაქვს, შენი აზრით როგორია თანამედროვე ქალი დღეს? თანამედროვე ქალი დღეს არის მუდამ საქმიანი ფორმაში, ძალიან საინტერესო და ჭკვიანი. და ძალიან ბევრი რამე შეუძლია თანამედროვე ქალს დღეს და მეტი შესაძლებლობა უნდა მიცენ კაცებმა. სამწუხაროდ ჩვენი გარემო ჯერ ისევ რაღაცნაირად მასკულინურია, პატრიარქალურია, იგივე ჩვენი პარლამენტი რაც არის უკაცებით არ გადავსებული, ძალაუფლება ჯერჯერობით ისევ კაცების ხელშია. და შესაბამისად ის რაზეც ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ, იმიტომ ვერ გვარდება რომ ნაკლები ქალი არის გადაწყვეტილების მიმღები ჩვენ ქვეყანაში, როცა მეტი ქალი იქნება გადაწყვეტილების მიმღები, სოციალური პრობლემები და საკითხები დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ეფექტურად მოგვარდება, იმიტომ რომ ქალებმა უფრო კარგად ვიცით ეს ყველაფერი, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს შვილებთან დაკავშირებული თუ სხვა სოციალური საკითხები, რომელიც ადამიანის კეთილდღეობას უკავშირდება. და თანამედროვე ქართველი ქალი ძალიან კარგად მოაგვარებს ამას. და ჩვენ ვილაპარაკეთ როგორც არსულზეც, მომავალზეც და მაინც ცოტა პირად შერო წავიდეთ, როგორ რჩევას მიცემდი შენ თავს 10 წლის წინანდელს. აი 10 წლის წინ ლიას რას ეთყოდი, ხა შენ რა ქონდეს ამის საშუალება? ვეთყოდი, რომ არ შეგეშინდეს ყველაფერი გამოგივა, არ არის საჭირო 24 შვიდზე მუშაობა, იმიტომ რომ მაინც შედეგები გექნება და ეს გარდაუვალია და მეტი დრო გაატარა შენ შვილებთან. ეხლა ცოტა ჩემთან გაატარეთ დრო, ავიდეთ ძე ფოტოები გადავეხოთ.